თავის შესაძლებლობებში დარწმუნებულია ბათუმელი როკერი თეო ჩიტიშვილი. თეო წითელ ხალიჩაზე მეგობრებთან და ახალი ხმის მონაწილე ბიძაშვილთან ერთად მოემართება. თეო ჩიტიშვილი ბათუმიდან 24 წლის. ბათუმში ალბათ უფრო ნაკლები შესაძლებლობა თავის გამოვლენის და თავის გამოჩენის ვიდრე აქ და ამიტომ გადავწყვეტე რომ წამოსულიყავი თბილისში და ესე თუ ესე მეცადა მიმეღწე გარკვეული წარმატებისთვის. ბაბუა მყავდა ერთადერთი ესე რომ ვიტყვი ადამიანი ორკესტრი და აი ადამიანი რავი თვითხელოვნება. და ალბათ ბაბუა ჩემისგან მაქვს ეს ნიჭი, იმიტომ რომ ოჯახში სხვა არავინ არ არის მუსიკალური. ამჟამად მღერი გოგონების როკ ბენდ Vanilla Cage-ში უკვე 2 წელია. გადავწყვიტეთ რომ გავსულიყავით ევროვიზიის ეროვნულ შესარჩევ კონკურსზე. და იმ წელს სამწუხაროდ არ გავგვიმართლა, მაგრამ ესე თუ ისე გარკვეულ წარმატებას მივახციეთ მაინც. იმიტომ რომ შემდეგ ევროვიზიას მოყვა რაღაც გარკვეული პოპულარობა, ბევრი კონცერტები, ბევრი რაღაც რეგიონებშიც და ესე შემდეგ და ის წელი საკმაოდ დატვირთული გქონდა. ამ პროექტში მონაწილეობს აგრეთვე ჩემი ბიძაშვილი ნიკა. ერთმანეთის დამოუკიდებლად გადავწყვიტეთ, ანუ არც მე არ ვიცოდი რომ ნიკა გადიოდა და არც ნიკა არ იცოდა მე რომ გავდიოდი, მე გავიგეთ, რომ დაგვირეკეს. ერთმანეთში კონკურენციას საერთოდ არ ვგრძნობთ. პირიქით, რაღაც გვიხარია რომ ერთად ვიქნებით და რავი, ძალიან მიხარია რომ ნიკაც იქნება ჩემთან ერთად. ამ პროექტში მოვედი, იმიტომ რომ ალბათ სხვა საშუალება ნაკლებად არის თავის გამოჩენის და ამიტომ მოვედი ამ პროექტში, რომ უფრო მეტად ალბათ ცნობადი გავხდეთ და ამით თან ჩემს ჯგუფსაც დავეხმარებით. პირველ რიგში ვარ ძალიან თავდაჯერებული და მგონია რომ ანუ არაფერს არ გამოვრიცხავ, მაგრამ მგონია რომ შემოვატრიალებ მწვრთნელებს. ჩიტიშვილი 24 წლის. თეო, აი გემრიელი დრაივი წამოვიდა ის, რასაც თურმე ამას ველოდებოდი. აი ეს მჭირდება რაღაცებს კიდე უფრო უკეთესად გავაკეთებთ ერთად თუ წამოხვალ ჩემთან. მე გეტყვი რომ უბრალოდ თავს ვერ მივცემდი უფლებას რომ არ დამეჭირა. იმდენად მაგრად იმღერე და იმდენად გემოვნები. მე არ ჩაგეწილეთ, მე პირადად მაიას არ ჩავეწილე. ხო, არა, მე კიდე მაია. ხო, ანუ ყველა მიხვდით ხო რა ჩემია. არა, მე შემოყევი შენ ამ ჩემ წინასწარ განწირული ვარ ამ ბრძოლაში. იმას არ ვიცახი რომ ეს ცუდია შენ რასაც გული გიტარნახებს ის უნდა გააკეთო რა. იცი რა, ეხლა მოდი მე ვიტყვი ერთ რამეს, მე რატომ არ მოვბრუნდი, იმიტომ რომ ეს ის შემთხვევა არის, რომ როდესაც
ძალიან მომეწონე. ძალიან არაჩვეულებრივი გოგო ხარ. უბრალოდ ყველაფერს მოვახერხებდი იმისთვის, რომ სწორედ აი შემენარჩუნებინა რაც გაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ცოტა საცოდაობა იქნება, რომ არ იყო მაიასთან, იმიტომ რომ შენ ნამდვილად მაიასი ხარ და ზუსტად ვიცი მაია რაც გააკეთებ შენთვის. დიდი მადლობა ყველას და მაიას ვირჩევ. მომილოცეთ ძალიან მაგარი დრაივი შემოვიდა ჩემს თიმში. მაგრამ ვიმუშავებ ძალიან. მაია გილოცავ. უფ, როგორი მრავალფეროვანი თიმი მყავს. ძალიან მაგარია. დააგერი და გადარია ორი ადამიანი და ესე იგი 4-ს გადარებდი, ხო? ჩემი ხარით აღარ. რა, ისე ვერ მეგონდა და? ხო, ესე ვერ მეგონდა როგორც. ანუ უნდა დაგელეცა რამდენიმე თქვათ ეს ფილა რა. შეცდომები დავიჭირე და ეგ არაფერი, როგორც იმას ვისაუბრე რომ მე გამოვასწორე. თავარია მოხდი იმასთან ვინც მინდოდა და ძალიან გვაყოფილი. ძალიან კარგი. გილოცავ და წარმატებას გესურვებ. მოშენიც. ის რასაც ეს გოგო მღეროდა, ესე კარგად ამას აქ ვერ მღერიან ხოლმე. განსაკუთრებით ვერ მღერიან ფინკს, მის რეპერტუარს. კარგად ვერ მღერიან. ამ გოგომ ეს იმღერა ძალიან მაგრად. მოხარული ვარ თეო რო არის ჩემთან ჯგუფში, იმიტომ რომ მე მეყოლება ერთია ესეთი დრაივიანი ვოკალი, ცოტა შედარებით უფრო მძიმე მუსიკის წარმოსაჩენად, ანუ ჩემი ხედვა მძიმე მუსიკისადმი კიდე ერთხელ უნდა ვაჩვენო და თეო არის ფანტასტიკური აი ამ პერფორმანსისთვის.